2026 წლის მარტი სწორედ ასეთი იყო. 1,5 მილიონი ადამიანი თბილისის ქუჩებში, თეთრვარდიანი თაობის ზღვა და უკანასკნელ გზაზე გაცილებული მთელი ეპოქა. ადამიანი, რომელმაც ურთულეს წლებში საკუთარი მხრებით ატარა საქართველოს ჯვარი და ერი ფიზიკურ გაქრობას გადაარჩინა. მის ისტორიაში არის ყველაფერი, რაც დიდ კინოსა და კიდევ უფრო დიდ ცხოვრებას ახასიათებს. ფერფლიდან აღდგენილი ტაძრები, კავკასიური ძმადნაფიცობა ინგუშ მუსლიმთან და ერთი უკიდურესად სულისშემძვრელი ეპიზოდი, წამი როცა სამების ტაძარში დრო გაჩერდა და პატრიარქს გულზე ენგურს მიღმა დარჩენილი შვილების გამოგზავნილი მონატრებული სოხუმის მიწა დაადეს. საიდან დაიწყო უდიდესი გზა? როგორ იქცა ურთულეს ეპოქაში დაბადებული პატარა ბიჭი ქვეყნის სულიერ სიმბოლოდ და ადამიანად, რომლის სიყვარულის მასშტაბმა საზღვრები და სარწმუნოება გადალახა. ერთად გადავშალოთ დროის ფურცლები და გავყვეთ ისტორიას, რომელიც ერთდროულად ცრემლის მომგვრელიცაა და სიამაყით აღსავსეც.